მოგესალმებით ყველას, ვაგრძელებთ ჩვენს ვიდეო გაკვეთილებს და დღეს მინდა ძალიან საინტერესო პროგრამა შემოგთავაზოთ, რომელიც ალბათ ბოლო იქნება ამ პროგრამებს შორის. საქმე ეხება launchers და ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ალბათ თქვენ სხვა launchers არც კი დაათვალიერებთ და არც კი გახედავთ. launcher სახელად ქვია Action Launcher, იგი გამოიყურება ასე. ქართულ Play Market-ზე არდევს და ხელმისაწვდომია უცხოური მარკეტისათვის, მაგრამ ისიც ფასიანი ვერსია. თუმცა ჩვენ რის ქართველები ვართ, თუ არ ვიპოვეთ ისეთი ვერსია, რომელიც გატეხილიც არის, ყველა სერვისი მოიცავს და არც სჭირდება არანაირი ესეთი ფასიანი სერვისის ჩართვა. ახლა რაც შეეხება პროგრამას. Launcher-ი არის გადაწყვეტილი, რა თქმა უნდა, Android 5-დან 0 ვერსიაზე და გარდა იმისა, რომ Google Now ოფიციალური Android Launcher-ი მხოლოდ თეთრ მოიცავს, აქ არის სხვადასხვა ფერების არჩევანის საშუალება. და ასევე მას აქვს ესეთი გვერდითი დამატებითი პროგრამის საძიებო პანელი, რომელიც ჩართულია და ესეთი დამატებითი ასე ვთქვათ, სწრაფი შესვლის ფანჯარა, რომელიც ჩვენ სურვილის ამრებს შეგვიძლია ჩავთოთ. რაც შეეხება უნიკალურობას ამ პროგრამაში, და მხოლოდ ამ Action Launcher-ში არის ესეთი ორი ხაზი, რომელიც მიგვანიშნებს იმას, რომ ამ პროგრამას აქვს widget-ი. და კიდევ უკეთესი, ამ widget-ის აქვე გახსნა შეგვიძლია. ყველა პროგრამას აქვს თავისი widget-ი და მისი ეკრანზე დაყენება არ არის საჭირო. თქვათ, ამას აქვს თავისი პლეიერი, ამას თავისი პლეიერი და ამასაც კი აქვს ესეთი დამატებითი პანელის გამოსაგდები. კალენდარს, რა თქმა უნდა, კალენდარის ესეთი შემატყობინებელი, რომელიც ახლა ჩვენებს სამდარო ამართ, რა თქმა უნდა, დედისა და ქალთა დღეს და SMS-ებსაც აქვს ესეთი SMS პანელი, ახლა ჩვენ ჩამპლავ SMS არ აქვს ესეთი რაღაც სამწუხაროდ, მაგრამ არის SMS-ები, რომლებსაც აქვს ესე აქვე შეგვიძლიათ ნახოთ თუ ვინ რას გვწერს. არის ეს საათის და არის კიდევ ბევრი. ვთქვათ, აი მე აგერ მაქვს Note-ი, რომელიც ეგრევე შემიძლია ვნახო აქ თუ რა მიწერია. და მოკლედ, აი ძალიან კარგი არის და ჩემი აზრით მე რომ შემეძლოს ახლა მივწერო Google-ს კომენტ ესე ვთქვათ, დავალაიქებდი აი ამ launcher-ს, რათა იგი ჩაესვათ საბაზისო სისტემაში. სხვა უნიკალურობა უნიკალურობას ვერ დავარქმევ, უბრალოდ აქვს ესეთი კარგი დიზაინ ფანჯარა, რომელთაც ჩვენ სტატუს ბარის, საძიებო ბარის, თქვათ აი გაჩვენებთ, აი ამ ბარის ზედა აი სტატუს ბარის ზედა პანელი ეყვითელი, ახლა გავაშავებ, აი ნახეთ. და აი ამის კონკრეტულ ფერებად გადაქმნა შეგვიძლია და ასევე ჩვენ შეგვიძლია აქ wallpaper რა წერია. ამას დავაწვეთ და რა სურათიც გვიყენია, იმ სურათის მიხედვით გადაწყვეტ თვითონ თუ რა დიზაინი დააყენოს. დანარჩენები აქ უკვე სახელწოდების მიხედვით აი ესეთი ფერები იქნება. Custom, რომელსაც აწერია, ეს არის უკვე თქვენს მიერ აქედან გადაკეთებული ფერების კომბინაცია. ასევე აქ არის აი ეს გასათიში Google Now, იმიტომ რომ ესე მარცხნიდან მარჯვნივ swipe-ის დროს ავტომატურად ითვლება Google Now და ეს ახლა ჩვენ მიჩვეული ვართ რა ეს swipe-ი გადაფურცვლას, უმჯობესია რომ აი ეს გავთიშოთ. სხვა ისეთი არაფერი არ არის აქ დასაყენებელი, ერთადერთი აი 4-4-ზე არის გრიდი და თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ დოკის რაოდენობა, თქვათ ქვედა პანელზე პროგრამების რაოდენობა, 5 იყოს, ასე ვართ მიჩვეულები და აი აქ quick page, რომელიც არის აქედან მარჯვენა რომ გამოდის ეგ აი ეს
სხვა არაფერი არ არის ჩასართველი, ერთადერთი შეგიძლიათ დიზაინი შეცვალოთ. აი ვთქვათ, ფოლდერის ფერი შეგიძლიათ დააყენოთ და რახან მე ესეთ ფერებში ვარ მაქვს გადაწყვეტილი, ეს გავაშავე უკეთესი ხედვისათვის, დანარჩენები კიდე ამ ნახატის მიხედვით ავაწყე ეს ჭრელი ფერები, ამიტომაც გამოვიტანი აქ. კიდევ რაც უნდა გითხრათ ის არის, რომ აქედან შეგვიძლია დავამატოთ აქ ეს widget-ი და აქედან კიდე შეგვიძლია დავამატოთ აი აქ, როცა ჩართავთ quick page-ს, აი აქ დავაგდოთ და ყველაფერი გვექნება ხელთ. აი ძალიან ესეთი კარგი და აი კარგი კი არა, ჩემი აზრით აი ძალიან მაგარი პროგრამა, რომელიც სამწუხაროდ არ იყო ჩვენთვის, მაგრამ ეხლა უკვე შეგიძლიათ გადმოწეროთ Action Launcher-ი. მე ახლა ვერსიას გეტყვით, რომელი ვერსია, რა თქმა უნდა, ამას ჩემთანაც დავდებ, მაგრამ თუ თქვენ გინდათ გადმოწერეთ თქვენი ძალებით. ეს არის ეხლავე Action Launcher 3.2.2 და ან ჩემგან გადაწერეთ, ან თქვენ თვითონ იპოვეთ, დააყენეთ და არ ვიცი ამ წელს კიდევ ამაზე უკეთესი თუ რამე გამოვიდა, ალბათ launcher-ს შევეხებით თუ არა და აი ამ launcher-ით ჩვენ უკვე ეს თემა ამოვწურეთ. არ ვიცი კიდევ რა უნდა გააკეთოს ვინმემ, რომ ამაზე უკეთესი გახდეს. აი ნახეთ, აი რა ვიცი, აი შესანიშნავია, ხა მე შემიძლია აქაც შევიდე, არ არის პრობლემა. მაგრამ უკვე widget-ი გამოდის თავისთავად და არ მჭირდება მე მაგალითად აი აქ შევიდე, მე აქ ვეძებო ახლა სად არის ეგ player-ი და ახლა მოვძებნი ამას მე თვალსაჩინოებისთვის, Facebook-საც აქვს თავისი widget-ი და ამასაც გამოგიჩენთ. აი აგერ ვთქვათ, მოკლედ აგერ ვიპოვე, აქ დავდე, აქ დიზაინები უნდა ვცვალო კიდე ახლა მე და მოკლედ მთელი ამბებია. ერთხელ გთხოვთ რომ ეს დიზაინი დააყენოთ, დიზაინი დააყენეთ და ისე დაიმახსოვრეთ და შემდეგ უკვე ამ დიზაინით ამოაგდებს ხოლმე, აი. და ახლა ეს თან აქ მიშლის ახლა მე ვთქვათ და მოკლედ აი ძალიან კარგი არის აი ეს ფუნქცია ერთადერთი რისთვისაც შეიძლება რომ ეს პროგრამა დავაყენოთ არის ეს ფერების დიზაინი და ეს widget-ის ამოგდების ფუნქცია. და კიდევ აი სწრაფი გადამთველები აი ესე რო არ ვაკეთოთ. მეტი რა შემიძლია გითხრათ, აი გადმოწეროთ უნდა აუცილებლად, ვინც კი ზრუნავს საკუთარი ტელეფონის დიზაინზე და საკუთარ კომფორტზე, ალბათ ეს პროგრამა ყველამ უნდა ჩაწეროთ. თქვენ აუცილებლად დამილაიქეთ Facebook-ზეც და YouTube-ზეც, YouTube-ზე არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ბევრი არც კი შედის თავისი აკაუნტით, მაგრამ Facebook-ი დღეს ყველას აქვს და ერთი ლაიკიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ამ ლაიქით თქვენგან ყურადღებას უგრძნობ. მე კიდევ აუცილებლად დაგეხმარებით ყველაფერში და თქვენი ტელეფონი იქნება საუკეთესოთა შორის. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შემოხვედრამდე.